გამარჯობა. დავუბრუნდი YouTube-ს 100 წლის შემდეგ, მართლაც საუკუნე არაფერი არ გადამიღია YouTube-ისთვის და არ ვიცი ვინმე ნახავს თუ არა ამ ვიდეოს, თუმცა უბრალოდ მომენატრა ვიდეოს გადაღების პროცესი, ლაპარაკი და მოკლედ დღეს დაგიბრუნდით ჩემი საყვარელი მაკიაჟით, რომელსაც ვიკეთებ თითქმის ყოველ დღე. უამრავი ვიდეო მიდევს TikTok-ზე, თუმცა YouTube-ზე არა. ამიტომ ვიფიქრე, რატომაც არა რომ გადამიღო თუნდაც მაკიაჟი. ასევე მაკიაჟის გადაღების პროცესში მოგიყვებით ჩემს შესახებ, რა ხდებოდა ამდენი ხნის მანძილზე, რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და მოკლედ მოდით დავიწყოთ. ეს მივიმაგროთ ახლა სადმე, იმედია არ გამეთიშება. ამ ვიდეოში გაჩვენებთ უფრო დეტალურად რას ვიყენებ და დასახელებასაც გეტყვით რა პროდუქტებს ვიყენებ, შეიძლება გამოგადგეთ ეს და მოდით დავიწყოთ სახის დატენიანებით. ერთი ალბათ 10 დღის მქონდა Wildberries-დან გამოწერილი დამატენიანებელი კრემი კი არა და გელი, რომელიც არის რეტინალის, ასევე შრატი. ესეც შეფუთვაში ჩამოვიდა და მოდით გავხსნათ, მე კი მაგახსნილი უკვე და დატესტილი. მაგრამ თქვენთან ერთადაც მინდა გამიხსნა. ესე გამოიყურება ძალიან საყვარლად შეფუთეს ასე ვთქვათ. ეს არის ლაბას შრატი რეტინალის და ლაბას ის რა ქვია კრემ გელი, ხო, რომელიც წესით წვრილი ნაოჭრები უნდა მომიშუროს სახლიდან. ხო, ლაბას პროდუქციიდან მქონდა ადრე გამოწერილი ჯერ კიდევ ზაფხულამდე, SPF-ის დამატენიანებელი, ძალიან საყვარელი შეფუთვა აქვს ამასაც. SPF 50 ძალიან კარგად ვიხმარ, იმიტომ რომ სტრუქტურაც მომწონს ამის და დაცვაც. ზაფხულში ძალიან კარგად ვიყენებდი ამას, იმიტომ რომ არც წებოვანის შეგრძნება არ ქონდა და არც ცხიმოვანის, ამიტომ და ძალიან ბიუჯეტური, ასე ვთქვათ. და ასევე ესეც, იმიტომ რომ რეტინალი ახლა აქ რომ ნახე, რა ღირს საერთოდ აფთიაქებში, რა ვიცი, გადავირიე, იმიტომ რომ რა ვიცი, ზეციური ფასები ადებს ყველაფერს და ეს კიდე, ანუ ამ ორ ცალში გადავიხადე 30 ლარი. ხო, რეტინალს აი ამ შრატს ვიყენებ ღამით, ისიც როგორც იცით ალბათ როგორც რეტინოლი ნელ-ნელა უნდა შეიყვანოთ თქვენს ცხოვრებაში, რადგან რაღაც გადმოვარდა, იმიტომ რომ გარეთ ისეთი ქარია, რომ ყველაფერს ანგრევს აქაურობას. იმედია მიკროფონში არის მისეს ქარის ხმა. ხო და რეტინალი როგორც ვთქვი, კვირაში ალბათ ორჯერ უნდა წაისვათ, ნელ-ნელა უნდა შეიყვანოთ, როგორც რეტინოლი და ეს კიდე ჩვეულებრივი ისევ რეტინალის კრემი, მაგრამ უფრო მსუბუქი, შეგიძლიათ წაისვათ როგორც დილით, ასევე საღამოთი, აქ ეგრე არის დაწერილი. და ის შრატი მხოლოდ ჯერჯერობით კვირაში ორჯერ ღამით ისიც და კიდევ ის მინდა აღვნიშნო, ან შეიძლება არ იცოდეთ, რომ თუ იყენებთ რეტინოლს, აუცილებლად დღის განმავლობაში უნდა წაისვათ SPF-ი, რადგან ამ დროს თვითონ კანი ხდება ძალიან გრძნობიარე. ხო და მოდით დავიწყოთ ლაბას დამატენიანებელი კრემით. ჯერ მინდა თმები შევიკრა ისე რომ ხელი არ შემეშალოს. იმედია ცივიურად გამოვიყურები. ხო, შეფუთვაც ადრე ქონდათ სხვანაირი, მაგრამ ახლა შეუცვლიათ და თუმცა ცუდი არ არის. თავარია იყოს მოქმედია. დავიშვათ ახლა ეს დამატენიანებელი კრემი. ხო. რეტინოლი მხოლოდ მქონდა ერთხელ გამოყენებული ადრე, ისიც ბიფაზის პროდუქტიდან, ოღონდ ეგ იყო რეტინოლი და არა რეტინალი და მაინტერესებს ახლა რაიმე შედეგი თუ ექნება, რადგან რეტინოლს აქვს თვითონ ისეთი ეფექტი, რომ აი ესეთი გამონაყარი, რომელიც დარჩა ნაწიბურების შემდეგ, უნდა გამიქროს. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, შეიცვალა სხვათა შორის არც თუ ისე ბევრი რამ, მაგრამ მაინც დავიწყე პილატეს სიარული თაკოსთან ველნესის სტუდიოში. ადრე ეს ველნესი იყო ხათოსი, თუმცა ახლა არის თაკოსი და მასთან დავდივარ, ვარკეთილში არის. კიდევ სიახლეებიდან შეიცვალა ის, რომ გავხდი პედაგოგი, მასწავლებელი, ონლაინ მასწავლებელი, ვარ რუსული ენის მასწავლებელი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი საერთოდ, რომ ოდესღაც თუ ვიქნებოდი ამ სფეროში, მაგრამ ხო ცხოვრებამ ასე შეცვალა ჩემი გეგმები. ხო, შემდეგი, რასაც გამოვიყენებ, ძირითადად ვიწყებ მე ყოველთვის
ბლაშით, მაგრამ ბლაშის მაგივრად მე ვიყენებ ყოველთვის ტუჩ საცხებს, რომელსაც ტუჩზე არ ვიყენებ საერთოდ და ვიყენებ მხოლოდ ბლაშის სახით და ერთი ესეთი ტუჩ საცხი არის დუგლასის, აი ამ ფერში. არ ვიცი აქ ჩანს თუ არა. ხო, ტუჩ საცხებს ძალიან იშვიათად ვიყენებ, ძირითადად ვიყენებ კონტურებს. ერთი არის დუგლასის და მეორე არის Revolution-ის. ნუ ეხლა ამ ფერს Baby Pinks მე ნამდვილად ვერ წავიზმევ, ანუ არც მიხდება ზოგადად ეგ ტუჩზე, ამიტომ ვიყენებ როგორც blush-ს. ხო და წავისვათ ეხლა ეს ჩვენს ლოყებზე, ჩვეულებრივად ისე გამაქვს. ლაპარაკიც დამოვიწყდა ამასობაში, რამდენი ხანია არაფერი არ გადამეღია. აი საერთოდ არაფერი. TikTok-ზეც როდესაც ვიღებ რაღაცას, ვიღებ ჯერ თვითონ კადრებს და მერე უკვე ვახმოვანებ მშვიდად და წყნარად და ესე ლაპარაკის და ესე რაიმეს ეთების პროცესში ძალიან რთული არის რაიმეს მოყვა. მაგრამ ნუ არა უშავს შევეჩვევით, იმიტომ რომ YouTube-ზეც მინდა გავაგრძელო რაღაცეების გადაღება, თუნდაც ყოველდღიური რაღაცეების. ხო, ბლაში წავისვით და ასევე ჯერ ამას არაფერს არ ტუშავ, ვიყენებ ასევე კონტურს. მაქვს კონტური ორ ფერში. ზაფხულის პერიოდში ვიყენებდი აი ამ კარამელის ფერ კონტურს, რომელიც მქონდა თემუდან გამოწერილი. ეს არის უფრო თბილი ტონალობის კარამელის, ასე ვთქვათ, როგორც წერია კარამელი. ეს არის 105 ნომერში და ცოტა ხნის წინ გამოვიწერე აი ესეთი ისევ თემუდან. აი ესეთი უფრო ცივი, მაგრამ თუმცა მაინც სითბო დაკარგავს, რომ უფრო ნეიტრალური არის და ძალიან მომწონს. ეს მქონდა დატესტილი, ასე ვთქვათ, ჩემს დეიდაშვილთან, იმიტომ რომ მას მქონდა ესეთი და ძალიან მომეწონა. და გადავინაწილოთ ახლა. ეს კონტური მიყვარს ძალიან აი გლოყებზე, შუბლზე და ნუ რა თქმა უნდა ცხვირზე, რომ დავიწყვილოთ, რადგან უფრო ეფექტურად გამოიყურება. ხო, როგორც თქვი, აი ამ ორს ვიყენებ ძირითადად თხან ამას. ჩვეულებრივ აი ესეთი ფუნჯით ვინაწილებ, ჯერ ვიწყებ ქვემოდან და მერე ნელ-ნელა ესეთ გრადიენტს ვქმნი, რომ იყოს ძალიან ლამაზი გადასვლა ერთმანეთში. ჯერ რატო ვიწყებ ზოგადად კონტურით და რატო ვიწყებ ბლაშით, რადგან ამას რო გადავინაწილებ, ანუ შეხედეთ როგორ უცნაურად ჩანს. ამიტომ ამის შემდეგ ვიყენებ ყოველთვის კონსილერს. მოკლედ აი ესე ჩვეულებრივად ვინაწილებ მთლიან სახეს. არ ვიცი კამერაში შეიძლება რაღაც ცუდად ჩანდეს, იმიტომ რომ სარკეს ახლა არ ვიყენებ და მერე შევამოწმებ უკვე სარკეში როგორ გამოიყურება ლაივშიო. შემდეგი რასაც ვიყენებ, როგორც ვთქვი, ეს არის კონსილერი, ეს არის ჩემი აღმოჩენა, მესაუდეს კონსილერი. C10 ნომერში, არც ძალიან თეთრია, არც ძალიან ყვითელი. მოკლედ არ ვიცი, ანუ ძალიან მომწონს. ანუ ესეთ ფერშია, არ ვიცი რამდენად ჩანს, აი ახაც გაჩვენებთ. ანუ ძალიან კარგია, იმიტომ რომ კარგათაც ანათებს, კარგათაც იბლენდება. ეს არის უკვე ჩემი მეორე მესაუდეს კონსილერი და შეიძლება სხვას მე არასდროს უბრალოდ კარგი ხნის განმავლობაში მე სხვა კონსილერს ჯერ არ დავტესტავ, ხო. კონსილერს ვინაწილებ მხოლოდ აი ამ ნაწილებში, როგორც ყოველთვის. აი ესე. აი ამ ნაწილებში, რადგან ყოველთვის მაქვს ამ ადგილებში გაწითლებული. არ მახსოვს რა ქვია თვითონ აი ამას, როზაცია თუ რაღაცა. და აი ამ ნაწილებში ოდნავ დავიტან. ესე. ეს წელი ძალიან ცუდად, ანუ ეს წელი თან ძალიან ცუდად დაიწყო, თან ძალიან კარგად. ანუ არ ვიცი როგორ აღვიქვა, რადგან წელს იანვარში მე და ჩემმა დაქალებმა გადავწყვეტეთ, რომ წავსულიყავით ერევანში. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ, იმიტომ რომ არსად არ ვარ ნამყოფი და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ერთი დღით ჩავსულიყავით ერევანში და მოგვივიდა ავარია, არ ვიცი, გექნებათ თუ არა ნანახი, ვინც მიყურებთ TikTok-ში, ალბათ გეცოდინებათ, რომ ერთი დღით ჩავედით და ავარიაში მოვდით. ჩასულდა 1 საათით ადრე. ხო, იმ ყინვაში რა გვიგოდა, მაგრამ ხო.
ჩავედით ესე ავარიაში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ანუ და ნუ ყველაფერმა კარგად შეაიარა რა ჩვენთვის, მაგრამ იქ იყო მაინც ერთი დაშავებული, რომელიც იყო ასეთვის მძიმე მდგომარეობაში. და მისი მომავლის ამბავი ვეღარ გავიგეთ, რადგან მე ეგრევე წავედით მარშრუტკით. შემდეგი, რასაც გამოვიყენებ და ვიყენებ, ეს არის ესენსის ესეთი ნაცრისფერი კონტური ჩრდილების შესაქმნელად, ბუნებრივი ჩრდილების შესაქმნელად. ძალიან ცოტა არის ამისთვის საჭირო, რადგან ძალიან მუქი არის და უბრალოდ ჩრდილები, ბუნებრივად რომ გამოიყურებოდა ეს ჩრდილები, ამისთვის ვიყენებ აი ამ თხევად კონტურს. ხო. გავაგრძელებ ახლა შევაერთე ეს განათებაც, დამავიწყდა მეთქვა რა ნომერი არის საერთოდ ეს ბრონზერი კი აწერია, მაგრამ რა ნომერი აქვს ვერ ხედავ, ამიტომ ვინმეს თუ მოგეწონებათ, შეგვიძლიათ დასკრინოთ. შორის მინდოდა მეთქვა, რომ ამ ბოლო დროს ზოგადად ტონალურებს არ ვიყენებ და ვიყენებ კონსილერს, მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი, ტონალური რა, უფრო BB კრემი, აი ვერ ვღალატებ ამის შეხედვით, უბრალოდ რას გავს. მაგრამ ვერ ვღალატებ, ამაში კიდე ძალიან ბევრია დარჩენილი, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომიყენები, მაგრამ როგორც კი დავიმთავრდება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყენებ ძალიან ხშირად, მაინც ისევ მიშას BB კრემს ვიყიდე, რადგან ძალიან მომწონს, ისეთი კარგი ფერია და ეს ფერი არის 21 ნომერი და უბრალოდ მინდა გაჩვენოთ. როგორ ფერში არის. აი გაუბედურებული არის სრულყოფილად. მაგრამ ვერ გელები ამას. აი ახლა გაჩვენებთ ხელზე. ძალიან ბევრი დავიტანე. კაი არა უშავს. უბრალოდ ხელზე ავტუშოთ. ანუ აი ესე გამოიყურება. აი ზუსტად ჩემი კანის ფერში არის. ანუ არც ძალიან თბილი, არც ძალიან ცივი. აი შეხედეთ უბრალოდ რა კარგად ნაწილდება. ნახეთ. აი აქ მქონდა წითელი ნაკაწრი. აუ განათებას უნდა მეთიშა. შემდეგი რასაც გამოვიყენებ, ეს არის წარბის ესეთი გელი არ არის, უფრო სწორად არის ფიქსატორი art visage-ის, რომელიც უბრალოდ თითქოს წარბებს ამძიმებს და არ არყევს. და ძალიან მიყვარს ეს ფიქსატორი. ჩემს დაქალსაც ჰქონდა ნაყიდი ეს, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა, მაგრამ მე არ ვიცი, ძალიან კარგად ხმარობ და მეორე მაქვს ესეც უკვე ნაყიდი. წარბების შემდეგ გამოვიყენებ ახლა ტუშს. ყავისფერს ვიყენებ, ეს არის Lux Visage-ის. ყავისფერს ვიყენებ. მიყვარს როგორც ზედა წამწამებზე, ასევე ქვედაზეც გადასმა. ყავისფერი ხარ მე არ დამესვაროს სახე. ნახეთ როგორი განსხვავება არის, ანუ ქვედა წამწამების წასმის და წასმის გარეშე. შემდეგი რასაც გამოვიყენებ, ეს არის ესეთი ყავისფერი ფანქარი, აქ წერია კიკო, მაგრამ კიკოს ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ პაძერკაში მქონდა ნაყიდი 3 ლარი მივეცი ამაში, მაგრამ არის ძალიან მაგარი ფანქარი, იმიტომ რომ ყველანაირად ვიყენებ აბსოლუტურად, როგორც ლაინერის სახით, ასევე კონტურის სახით, რაღაცა სკვერის კონტურს ვიმატებ ხოლმე, ჭოფლებსაც ვიხატავ და არცი ყველაფერი ჭიკია. ლაინერს რაც შეეხება, ანუ ლაინერს ძალიან იშვიათად ვისმევ კონკრეტულად ფლომასტერს ვიყენებ უფრო ყავისფერ ფანქარს, ოდნავ აი ესეთი ხაზს ვუსმევ, შემდეგ თითით აი ესე გვერდზე გავწევ, ძალიან მომწონს ეს და ეხლა მომიყონოთ ეს ფანქარიც ცხვირზე. შეულებრივად აი ცხვირის წვერს ოდნავ ესე გავიმუქებ და დავიმატებ ჩვეულებრივად ესეც ჭორხლებს. არ ვიცი, ძალიან მიყვარს ეს ჭორხლების ჩახატვა. ზაფხულში კი ამოდის მზის გამო, მაგრამ ზამთარშიც მინდა. და ჩვეულებრივად ესე თითით დავდგებინი იმისთვის, რომ მეტად ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ეხლა რა თქმა უნდა, სარკის გარეშე ვერაფერი ვერ წავისვი და მადევს ჭუჭყივით, მაგრამ გამოვიყენებ სარკის. ეს სარკე უნდა ყოფილიყო ორმხრივი და კატა რომ ყავს. ყველა სარკე აბსოლუტურად დამიმტრია. და დარჩა მარტო ეს. ესე ჩვეულებრივად ავტუშე და შემდეგი რასაც გამოვიყენებ,
ეს არის პუდრა. პუდრა მაქვს ორნაირი, ეს ჩემი დაქალის ნაჩუქარია. ესეთია. მუშაობს Revolution-ში. ო, Revolution-ში. Revolution-ი ქვია? მგონი Revolution-ი ქვია. ადრე მუშაობდა უბრალოდ Revolution-ში. მგონი Revolution-ში დაურიგეს ესენი. არ მახსოვს ზუსტად სახელი. მგონი მან დაურიგეს, ახლა გადავიდა სხვაგან. მოკლედ ეს არის ერთი პუდრა, რომელსაც ვიყენებ ხანდახან და ეს არის Miniso-ს პუდრა. ამას ვიყენებ, როდესაც მინდა სრულყოფილად მატი ეფექტი და ეს არის ფხვიერი, ასე ვთქვათ, იმედია სწორად ვიძახი. და ამას ვიყენებ ჩვეულებრივად. აქვს ესეთი თეთრი შემადგენლობა, გამჭვირვალე ეფექტს იძლევა და თვალქვეშ ესე გადავინაწილებ ძალიან მარტივად. ხო, რა შეეხება სომხეთს, ძალიან კარგად გავერთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ვიყავით ჩასული, მაგრამ მაინც ქალაქიც მომეწონა, ხალხიც მომეწონა და კარგი შთაბეჭდილებით ჩამოვედი იქედან. ეხლა რასაც გამოვიყენებთ, ნახეთ, კიდე მინდოდა მეჩვენებინა, როგორც აღნიშნა ეს კონტურია, ის კონტური ჭრილებს რომ ვქნი, მაქვს ასევე Essence-ის ჰაილაიტერი. ამ Essence-ის ჰაილაიტერს ვიყენებ ძირითადად ზაფხულში და ეხლა ამ მინდა რომ ცოტა მძინვარე ეფექტი მქონდეს და შემდეგი რასაც ვიყენებ, ეს არის ფანქარი. მაქვს ესეთი ფანქრები, მიყვარს აი ესეთი გასაშლელი გამოსაწევი, რა ვიცი მე, ქართულით დამავიწყდა ამასაბოლოო. ხო, მიყვარს ესეთი ფანქრები, ესეც თემოდა მქონდა გამოწერილი, ამასაც ძალიან კარგად ვიყენებ, კარგად იშლება. მთლიანად აღარ არ ვისმევ, ვისმევ ვიმუქებ აი ამ კუთხეებში და ქვემოთ. და რა თქმა უნდა, ზემოთაც ოდნავ გავდივარ ჩემს ბუნებრივ კონტურს გაღმა. და აქაც იგივენაირად, ანუ ამეებში ვიმუქებ. აი ესე. ხანდახან ასევე ვიყენებ Essence-ის tints, მაგრამ ძალიან იშვიათად, იმ შემთხვევაში თუ მინდა ცოტა მკვეთრი ფერი მქონდეს. გაჩვენებთ ახლა რომელ Essence-ის tints ვიყენებ. აუ, სად არის ოღონდ? ხო, ვიპოვე. ესეთ Essence tints. ეხლა არ მინდა. ეხლა ესეც მომწონს როგორც ვარ. და სულ ეს არის, სულ ესეთი მაკიაჟი, მსუბუქი, ყოველდღიური მაკიაჟი არის. უფრო ახლოდან გადანახებით როგორ გამოიყურება. ეს ძალიან მსუბუქი, ნეიტრალური, საყვარელი. სახლიდან რომ გახვალ არ მეგეთი რა. და მოკლედ სულ ეს იყო, არ ვიცი, ამას დავდებ თუ არა საერთოდ, იმიტომ რომ იმდენჯერ გამეჩა ეს შუქი და რა ვიცი, თუ გადავხედე ჩემს ვიდეოს და თუ ვლუყუნებ ამ ვიდეოში, სავარაუდოდ არ დავდებ, მაგრამ თუ მომეწონა, არ ვიცი, რატომაც არა, შეიძლება დავდო. მოკლედ, თუ ნახეთ ეს ვიდეო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ჩემი ვლუყუნის მოსმენისთვის და იმედია გავაგრძელებ გადაღებას და შემდეგ ვიდეოშიც შევხვდებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურებისთვის.